წვიმიანი სამშაბათი იყო. თბილისის ქუჩები ნაცრისფერ ნისლში გახვეულიყო, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ქალაქის დამთრგუნველ ატმოსფეროს. ელენე, 24 წლის გრაფიკული დიზაინერი, ოფისიდან გვიან გამოვიდა. დაღლილობისგან ფეხები ძლივს მოჰქონდა. ტელეფონში ტაქსის აპლიკაცია ჩართო, თუმცა თავისუფალი მანქანა არ ჩანდა. მოულოდნელად, მის წინ ძველმა, თეთრმა მერსედესმა დაამუხრუჭა. მძღოლმა ფანჯარა ჩამოსწია. ის დაახლოებით 50 წლამდე მამაკაცი იყო, ზედმეტად მოწესრიგებული, თეთრი პერანგითა და უემოციო მკაცრი სახით. საით გაგიყვანოთ, გოგონა? იკითხა მან. ხმა უცნაურად მშვიდი და ხავერდოვანი ჰქონდა. ელენემ მისამართი უთხრა და უკანა სავარძელზე დაჯდა. მანქანაში უცნაური სუნი იდგა. ვარდის, წყლისა და რაღაც ქიმიური ნივთიერების, ალბათ ფორმალინის ნაზავი, რაც ცხვირს წვავდა. დიდხანს მუშაობთ? ჰკითხა მძღოლმა და სარკეში შეხედა. ელენემ შენიშნა, რომ მისი თვალები არ ახამხამებდა. ისინი შავი იყო, როგორც ორი ღრმა ჭა. დიახ, ძალიან დავიღალე, მოკლედ უპასუხა ელენემ და ფანჯარაში გაიხედა. არა უშავს, მალე დაისვენებთ. სამუდამოდ დაისვენებთ. ჩაილაპარაკა კაცმა ისე, რომ ელენეს ვერ გაეგო. ნახევარი გზის შემდეგ ელენემ შენიშნა, რომ მძღოლმა საცხოვრებელი კორპუსებისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია და ბნელ, სამრეწველო ზონაში შევიდა. უკაცრავად, მგონი არასწორად მიდიხართ, თქვა ელენემ და გული აუჩქარდა. მძღოლმა არ უპასუხა. მან ცენტრალური საკეტი გადაატრიალა. წკაპ, ეს ხმა ელენესთვის სასიკვდილო განაჩენივით გაისმა. მანქანის სალონში მოულოდნელად რაღაც აირი გაიშვა. ელენემ ყვირილი სცადა, მაგრამ ფილტვები დაუმძიმდა, მხედველობა დაებინდა და ბოლოს რაც დაინახა, მძღოლის თეთრი ხელთათმანებით შემოსილი ხელები იყო, რომლებიც მას უახლოვდებოდნენ. ელენეს ცნობიერება ნელა, ბლანტად და მტკივნეულად დაუბრუნდა. პირველი რაც იგრძნო, იყო გაუსაძლისი სიცივე და მეტალის გემო პირში. თავი ისე უსკდებოდა, თითქოს შიგნიდან ვიღაც უროთი ურტყამდა. თვალების გახელა სცადა, მაგრამ ქუთუთოები დამძიმებული ჰქონდა. როდესაც საბოლოოდ შეძლო მზერის ფოკუსირება, დაინახა, რომ სრულიად შიშველი იწვა ცივ, უჟანგავი ფოლადის მაგიდაზე. მისი ხელები და ფეხები ტყავის სქელი ღვედებით იყო მიჯაჭვული. ოთახში მკაცრი, ლურჯი ნეონის განათება იყო, რომელიც კედლებზე დაკიდებულ ინსტრუმენტებზე ირეკლებოდა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ქლორის, ფორმალინისა და რაღაც ტკბილი, გულისამრევი სუნით. ეს იყო ლპობის სუნი, რომელსაც იაფფასიანი სუნამოს სუნით ნიღბავდნენ. გაიღვიძე, ჩემო ძვირფასო. გაისმა ნაცნობი, მშვიდი ხმა ჩრდილიდან. ძღოლი გამოჩნდა. ახლა მას თეთრი, რეზინის წინსაფარი ეკეთა, რომელზეც გამხმარი სისხლის ლაქები ეტყობოდა. ხელში წვრილი, ბასრი სკალპელი ეჭირა და მას რბილი ქსოვილით სათუთად წმენდდა. სადვარ? გთხოვთ, გამიშვით. ფულს მოგცემთ. ელენეს ხმა ჩაწყვეტილი ჰქონდა, ყელი კი ისე ეწოდა, თითქოს შუშა გადაყლაპა, კაცმა ჩაიცინა. ის მიუახლოვდა და ელენეს გრძელ, წაბლისფერ თმაზე ხელი ნაზად გადაუსვა. ელენეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც მისი ცივი თითების კალპს შეეხო. ფული? თქვა მან და თმაზე ისე ძლიერად დაკაჩა, რომ ელენეს თავი უკან გადაუვარდა. ფული ჭკნება და ქრება. მე კი შენ უკვდავებას გთავაზობ. შენი კანი ისეთი ნაზია, ისეთი ერთგვაროვანი. შენი თმა კი მზეზე ისე ბზინავს, თითქოს აბრეშუმი იყოს. ცოდვაა მისი მიწაში დალპობა. მან კედლისკენ მიუთითა. ელენემ აქამდე ვერ შეამჩნია, რა იდგა ოთახის ბნელ კუთხეებში. შიშისგან გული კინაღამ გაუჩერდა. იქ 4 მანეკენი იდგა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი პლასტმასის ფიგურები. მათ ადამიანის ზომები და ფორმები ჰქონდათ. მათი კანი უცნაურად გამოიყურებოდა. მასზე ფორები, ხალები და ძლივ შესამჩნევი ნაიარევებიც კი ჩანდა. გაიცანი, თქვა მანიაკმა და ერთ-ერთ ფიგურას მიუახლოვდა, რომელსაც ოქროსფერი თმა ჰქონდა. ეს ნინოა. ის 3 წლის წინ ავიყვანე. ნახე როგორი ლამაზია. მისი კანი საუკეთესოდ დამუშავდა. თითქმის არ დაიკარგა ელასტიურობა. მე ის სპეციალური ხსნარით გამოვტენე, რათა ფორმა არ დაკარგოს. ელენემ დაინახა, რომ ფიგურის მკერდზე და მხრებზე წვრილი ქირურგიული ძაფით გაკეთებული ნაკერები იყო. ეს არ იყო მანეკენი. ეს იყო ქალი, რომელსაც კანი გააძრეს და შემდეგ სხვა კარკასზე გადააკრეს. ნინოს თვალების ნაცვლად. შუშის ცივი ბურთულები ჰქონდა ჩასმული, რომლებიც სიცარიელეს მიშტერებოდნენ. შენ კი, კაცი ელენეს დაუბრუნდა და სკალპელის წვერი მის ხელს შეახო.
ცივმა ლითონმა კანი ოდნავ გაკაწრა და სისხლის წვეთი გადმოგორდა. შენ ჩემი კოლექციის გვირგვინი იქნები. შენი თმისგან მე საუკეთესო პარიკს დავამზადებ, რომელიც არასდროს გაჭაღარავდება. შენი კანი კი ისეთ ადგილებში გამოვიყენებ, სადაც სინაზეა საჭირო. მან გვერდითა მაგიდიდან დიდი, ჟანგიანი მაკრატელი აიღო. ჯერ თმით დავიწყებთ, თქვა მან, და ელენეს თმის დიდი ნაწილი ხელში მოიქცია. პარი ტირო, ძვირფასო. ტკივილი მხოლოდ წამიერია. ხელოვნება კი მარადიული. მაკრატლის ხმამ ოთახის სიჩუმე დაარღვია. ელენეს თმის ღერები იატაკზე ცვიოდა. ის ხედავდა, როგორ აგროვებდა მანიაკი, თითოეულ ღერს განსაკუთრებული სიფრთხილით, თითქოს ძვირფასი თვლებით სავსე ყუთს ალაგებდა. როდესაც თავი სრულიად გადაპარსა, კაცმა სკალპელი ისევ აიღო და ელენეს ყურის უკან, კანზე ხაზი ნელა გაატარა. სისხლმა დენა დაიწყო, მანიაკმა კი თითით გასინჯა სისხლის ტემპერატურა და ნეტარებისგან თვალები დახუჭა. იცი, რატომაა საჭირო რომ ამ დროს ცოცხალი იყო? ჩასჩურჩულა მან ყურში. იმიტომ რომ ადრენალინი კანს განსაკუთრებულ სიმკვრივეს ანიჭებს. შენი შიში ჩემი საღებავია. მანიაკმა სკალპელი მაგიდაზე დადო. კედელზე დაკიდებულმა ძველმა ტაიმერმა მჭახეთ დარეკა. ოჰ, ხსნარი გადამიდუღდება, ჩაიბურტყუნა მან. არ გაინძრე ჩემო თოჯინავ, 5 წუთში დავბრუნდები და შენი სხეულის გათავისუფლებას დავიწყებთ. ის ოთახიდან გავიდა და მძიმე რკინის კარი გადაკეტა. ელენე მარტო დარჩა სიჩუმეში, რომელსაც მხოლოდ ჭერიდან წყლის წვეთების ხმა და მისივე აჩქარებული გულისცემა არღვევდა. შიშმა, რომელიც აქამდე პარალიზებულს ხდიდა, ახლა ცხოველურ ადრენალინად იფეთქა. მან ხელების გათავისუფლებას სცადა. ტყავის ღვედები მაჯებზე ისე მჭიდროდ ჰქონდა აჭერილი, რომ ხელის მტევნები უკვე გაულურჯდა. ელენემ შენიშნა, რომ მისი ყურის უკან გაკეთებული ჭრილობიდან სისხლი ისევ მოედინებოდა. სისხლის რეალა იყო. მან თავი გვერდზე გადახარა და სცადა. მხრით სისხლი მარჯვენა მაჯისკენ მიემართა. ყოველი მოძრაობა გაუსაძლის ტკივილს გვრიდა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. სისხლისა და ოფლის ნაზავმა ღვედი დაასველა. ელენემ ღრმად ჩაისუნთქა. ცერა თითი მაქსიმალურად მოკეცა, იგრძნო როგორ გაუცურდა სახსარი ადგილიდან, ყრუტკაცუნი გაისმა და მთელი ძალით დაკაჩა. წყალმა კანი გადაუყლიფა, სისხლი უფრო ძლიერად წასკდა, მაგრამ ხელმა ამოცურვა დაიწყო. ერთმა წამმა, როდესაც ხელი საბოლოოდ გათავისუფლდა, ელენეს იმედი მისცა. მან სწრაფად შეიხსნა დანარჩენი ღვედები. მაგიდიდან გადმოსვლისას ფეხები აუკანკალდა და იატაკზე დაეცა. იატაკი წებოვანი იყო. როდესაც ხელებით დაეყრდნო, იგრძნო, რომ რაღაც რბილს შეეხო. ეს იყო ადამიანის თმის გროვა, რომელიც წინა მსხვერპლებისგან დარჩენილიყო. ელენე წამოდგა და მიმოიხედა. ოთახის კუთხეში, დიდ შუშის ქილებში, რაღაც საშინელება დაინახა. მარილიან ხსნარში მოცურავე ადამიანის თვალები და ტუჩები, რომლებიც მანიაკს სათადარიგო ნაწილებად ჰქონდა შენახული. გული აერია, მაგრამ გონება გაქცევაზე იყო ორიენტირებული. მან მაგიდიდან ის მძიმე, სისხლიანი სკალპელი აიღო. მოულოდნელად, დერეფნიდან ნაბიჯების ხმა გაისმა. მძიმე, რიტმული ნაბიჯები. მანიაკი ბრუნდებოდა. ელენე პანიკამ მოიცვა. ოთახში დასამალი ადგილი თითქმის არ იყო, გარდა იმ კუთხისა, სადაც მანეკენები იდგნენ. მან ერთი, ყველაზე მაღალი ფიგურის უკან ჩაიმუხლა. ეს ფიგურა განსაკუთრებით შემზარავი იყო. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩასმული შუშის თვალები, ცარიელი ორბიტები პირდაპირ სიბნელეს უყურებდნენ. კარი გაიღო. მანიაკი შემოვიდა, ხელში ორთქლად ქცეული ქიმიური ხსნარით, სავსე ჭურჭელი ეჭირა. აბა ჩემო ძვირფასო, მზად ხარ? მან წინადადება ვერ დაასრულა. ცარიელი საოპერაციო მაგიდის დანახვაზე მისი სახე წამში შეიცვალა. 7 გამომეტყველება ცხოველურმა გაბრაზებამ შეცვალა. სად ხარ? დაიღრიალა მან. ჩემს ხელოვნებას ვერავინ გაექცევა. მან ჭურჭელი იატაკზე დაახეთქა. ცხელი სითხე ელენეს ფეხებთან დაიღვარა, კანი დაეწვა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. კაცი ნელა მიუახლოვდა მანეკენების რიგს. მას ხელში დიდი, ხორცის დასაჭრელი ნაჯახი ეჭირა, რომელიც აქამდე კედელზე ეკიდა. ვიცი რომ აქ ხარ, ელენე, შენს სუნს ვგრძნობ. შიშის სუნი გაქვს, ისეთივე როგორიც სხვებს ჰქონდათ. ის ერთ-ერთ მანეკენს ნაჯახი მთელი ძალით ჩაჰკრა. პლასტმასის და გამხმარი ტყავის ნამსხვრევები ოთახში გაიფანტა. ელენე ხედავდა მის ფეხებს, რომლებიც სულ რამდენიმე სანტიმეტრში იყვნენ. მან სკალპელი მაგრად ჩაბღუჯა. როდესაც მანიაკი მის წინ მდგარ მანეკენს დასწვდა, რათა გადაეწია, ელენე მიმოქმედა.
მან მთელი ძალით მოიქნია სკალპელი და კაცს ფეხის კუნთში ჩაასო. მანიაკმა ღრიალი მორთო და წონასწორობა დაკარგა. ელენე ამით ისარგებლა, მის გვერდით გაძვრა და ღია კარისკენ გაიქცა. დერეფანი ბნელი და ვიწრო იყო, კედლებიდან სისხლიანი წინსაფრები და სხვადასხვა ზომის კანის ნიმუშები ეკიდა. ის გარბოდა, მიუხედავად იმისა, რომ შიშველი ფეხები ბეტონის ცივ იატაკზე უსრიალებდა. მის ზურგს უკან კი ისმოდა მანიაკის ხმა, რომელიც უკვე აღარ იყო მშვიდი. გაიქეცი, რაც უფრო მეტ სირბენ, მით უფრო უკეთესად დაიჭიმება შენი კანი, მე მაინც მოგძებნი. შენ ჩემი საუკეთესო ექსპონატი იქნები. ელენემ კიბე დაინახა, რომელიც ზევით მიდიოდა. მან სირბილს უმატა, მაგრამ როდესაც კიბის ბოლოს მიაღწია, დაინახა, რომ გასასვლელი კარი მასიური ბოქლომით იყო ჩაკეტილი. ის ხაფანგში იყო. ელენე ბოქლომს ეჯაჯგურებოდა. ფრჩხილებიდან სისხლის დიოდა, მაგრამ რკინა არ ნებდებოდა. ქვემოდან მანიაკის მძიმე ნაბიჯების ხმა და ნაჯახის ბეტონზე ხახუნის ხრჭიალი უფრო ახლოს ისმოდა. ის ნელა მოდიოდა, დარწმუნებული იმაში, რომ სხვერპლი ვერსად წავიდოდა. სასოწარკვეთილმა ელენემ კიბის ქვეშ პატარა, ნახევრად ღია კარი შენიშნა. სხვა გზა არ იყო, ის შიგნით შეძვრა. ეს იყო ოთახი, რომლის არსებობაც ადამიანურ გონებას არ შეუძლია დაიტიოს. თუ წინა დარბაზში წარმატებული ექსპონატები იდგნენ, აქ მანიაკი თავის შეცდომებს ინახავდა. ჰაერი, აქ იმდენად სქელი იყო ლპობისა და ფორმალინის სუნით, რომ ელენეს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. კედლებზე, რკინის კაუჭებზე, ადამიანის კანის ნაგლეჯები ეკიდა, რომლებიც არასწორი დამუშავების გამო დანაოჭებულიყო და შავი ობის სოკოთი დაფარულიყო. მაგიდებზე ეყარა წუნდებული კიდურები. ზოგი ზედმეტად გამოშრობილი, ზოგი კი პირიქით, ჯერ კიდევ სველი და ლორწოვანი. ოთახის შუაგულში ელენემ დაინახა დიდი, გამჭვირვალე რეზერვუარები. ერთ-ერთში ადამიანის თავი ტივტივებდა, რომელსაც კანი მთლიანად გაცლილი ჰქონდა. კუნთების წითელი ბოჭკოები და თეთრი ძვლები შუშის მიღმა შემზარავად ჩანდა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ამ თავის ქუთუთოები ამოკერილი არ იყო. თვალები ისე იყურებოდნენ, თითქოს ჯერ კიდევ ხედავდნენ. უეცრად კუთხიდან რაღაც ხმა გაისმა. სუსტი, ხრინწიანი ხმა, რომელიც უფრო ჰაერის გამოსვლას ჰგავდა ვიდრე ლაპარაკს. მომკალი. გაისმა ჩურჩული. ელენე შიშისგან გაიყინა. მან დაინახა კუთხეში მჯდარი ფიგურა, რომელიც ერთი შეხედვით მანეკენს გავდა, მაგრამ ის მოძრაობდა. ეს იყო ქალი, რომლის სხეულიც მანიაკს უკვე დაემუშავებინა. მისი კანი თითქმის ყველგან ხელოვნური, უხეში ნაკერებით იყო გადაკერილი. მას არ ჰქონდა ტუჩები, არ ჰქონდა ყურები. მას მხოლოდ ერთი ცოცხალი, ტკივილით სავსე თვალი შერჩენოდა, რომელიც ელენეს შეჰყურებდა. დამეხმარე. ამოხრინწა არსებამ, რომელიც ოდესღაც გოგონა იყო. მისი თითები, სადაც ფრჩხილების ნაცვლად რკინის სამაგრები იყო ჩასობილი, კანკალით გაიწოდა ელენესკენ. ამ დროს დერეფანში ნაბიჯები გაჩუმდა. კარი ნელა გაიღო. მანიაკის ღურბლზე იდგა. მისი სახე ახლა სრულიად უემოციო იყო. თითქოს მთელი მისი ადამიანობა იმ ჭრილობამ წაიღო, რომელიც ელენემ მიაყენა. მას ცალფეხზე შარვალი სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი, რაც მის მოძრაობას უფრო ავისმომასწავებელს ხდიდა. შენ ჩემს საიდუმლო არქივში მოხვდი, თქვა მან და ნაჯახი ასწია. ესენი ჩემი პირველი მცდელობებია. უხეში, არასრულყოფილი. მაგრამ შენთან შეცდომას არ დავუშვებ. შენს კანს ისე ფრთხილად ავაძრობ, რომ ერთ ნაკერსაც არ დავტოვებ სახეზე. მან ნელა დაიწყო მოახლოება. ელენემ უკან დაიხია და ხელი შემთხვევით ერთ მაგიდაზე დადებულ ქილას გაჰკრა. ქილა გატყდა და იატაკზე მჟავის მსგავსი სითხე დაიღვარა, რომელმაც მაშინვე დაიწყო ბეტონის ჭამა. იცი, რას გიზამ, ჩაშჩურჩულა მანიაკმა და ნაჯახი მოიქნია. ელენე გვერდზე გადახტა, ნაჯახი კი იმ საწყალ დასახიჩრებულ არსებას მოხვდა, რომელიც იატაკზე იწვა. სისხლის შადრევანი ელენეს სახეზე შეესხა. ჯერ ენას ამოგაჭრი, რომ შენი ყვირილით ჩემი მუშაობის რიტმი არ დაარღვიო. შემდეგ კი თვალებს ამოგიღებ, რომ ბოლო რაც დაინახო, საკუთარი კანი იყოს, რომელიც კედელზე შრება. მანიაკმა ელენეს კუთხეში მიამწყდია. მას გაქცევის შანსი აღარ ჰქონდა, თუმცა მის ხელში ისევ იყო ის პატარა, სისხლიანი სკალპელი. მოდი ჩემოთოჯინავ, თქვა კაცმა და ხელი გაუწოდა. დროა, შენი ნამდვილი დანიშნულება იპოვო. მანიაკი წინ მოიწევდა, ნაჯახი ბეტონზე ნაპერწკლებს ყრიდა. ელენემ იგრძნო, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ზურგით იმ საშინელ დასახიჩრებულ არსებას მიეყრდნო, რომელიც კუთხეში იწვა. სწორედ ამ დროს,
მისმა ხელმა იატაკზე დაღვრილი ქიმიური ხსნარი იგრძნო, რომელიც გატეხილი ქილიდან მოედინებოდა. როდესაც კაცმა ნაჯახი საბოლოოდ ასწია სასიკვდილო დარტყმისთვის, ელენემ მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა, იატაკიდან ხსნარით გაჟღენთილი ნაჭერი აიტაცა და მანიაკს პირდაპირ თვალებში შეაზილა. ოთახი გააყრუა ადამიანის კივილმა, რომელიც უფრო ნადირის ღრიალს გავდა. მჟავამ წამში შეჭამა მისი თვალის გარსი. კაცმა ნაჯახი გააგდო და სახეზე ხელები აიფარა, საიდანაც კვამლი და ამაზრზენი სუნი ამოვარდა. ელენე არ დალოდებია. მან მაგიდიდან გრძელი ქირურგიული ნემსი აიღო, რომელიც ტყავის საკერავად გამოიყენებოდა და მთელი ძალით მანიაკს ხელში ჩაასო. სისხლის თბილმა ნაკადმა ელენეს ხელები დაუსველა. კაცი დაეცა, მისი სხეული რამდენჯერმე შეკრთა და ბოლოს გაშეშდა. სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ იმ დასახიჩრებული ქალის ხრინწი ისმოდა. ელენე მაკანკალებული ხელებით მანიაკის წინსაფრის ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოიღო. მან არ შეხედა გვამს. არ შეხედა კუთხეში მყოფ არსებას, რომელიც შველას თხოვდა. მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, გაქცევა. მან კიბეები აირბინა, ბოქლომი გახსნა და გარეთ გავარდა. წვიმა ისევ მოდიოდა. ელენე ტალახიან გზაზე მიჰქროდა, სანამ ტრასაზე არ აღმოჩნდა. შორს მანქანის ფარები გამოჩნდა. ის გზის შუაგულში დადგა და ხელების ქნება დაიწყო. მანქანამ დაამუხრუჭა. ეს პოლიციის პატრული იყო. დაგვეხმარეთ, გთხოვთ. ყვიროდა ელენე და მანქანის ფანჯარას ეჯაჯგურებოდა. პოლიციელები გადმოვიდნენ, მისი დანახვისას შეცბნენ. ერთ-ერთმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მეორემ კი პლედი გადააფარა. ყველაფერი დამთავრდა, გოგონა, ახლა უსაფრთხოდ ხართ, ეუბნებოდა ოფიცერი, როდესაც ელენე პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინეს. ელენემ თვალები დახუჭა. შვებამ მთელი სხეული მოუდუნა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც პოლიციის მანქანის სალონში სითბომ დაუარა, მან უცნაური რამ იგრძნო. მისი კანი ზედმეტად მჭიდრო ეჩვენა. თითქოს პატარა ზომის ტანსაცმელის წმოდა. მან სარკეში ჩაიხედა, რომელიც პოლიციელის წინ იდგა. წვიმის წვეთებმა მისი სახიდან სისხლი და ტალახი ჩამორეცხა. ელენემ შენიშნა პატარა, ძლივს შესამჩნევი ხაზი ყურის ძირთან. მან ხელი მიიტანა და ფრთხილად დაკაჩა. კანი აიწია, ისე როგორც რეზინის ნიღაბი. ელენეს გული გაუჩერდა. მან უფრო ძლიერად დაკაჩა და ყურის უკან პატარა, მეტალის ფირფიტა დაინახა. მოდელი ნომერი 24. სერია ელენე, დამზადებულია 2024 წელს. წაიკითხა გულში. უცებ, მის გონებაში მოგონებები აირია. მან გაახსენდა არა თავისი ცხოვრება, არამედ ათობით სხვა ელენეს ცხოვრება. ის არ იყო გრაფიკული დიზაინერი. ის არ იყო 24 წლის. ის საერთოდ არ იყო ადამიანი. პოლიციელმა, რომელიც მანქანას მართავდა, სარკეში გადმოხედა. მისი მზერა აღარ იყო თანაგრძნობით სავსე. ის ისეთივე ცივი და უემოციო იყო, როგორც იმ ტაქსის მძღოლის. ოჰ, ისევ გაჟონვა გაქვს, თქვა პოლიციელმა მშვიდად. ოსტატმა გვითხრა, რომ 24 სერიას თვითშეგნების დეფექტი ჰქონდა. შენ მოკალი შენი შემქმნელი, ელენე. ეს არ იყო გათვალისწინებული პროგრამაში. ელენემ სცადა ყვირილი, მაგრამ ხმა აღარ ამოუვიდა. მან დაინახა, როგორ დააჭირა პოლიციელმა ღილაკს პანელზე. ელენეს სხეულში რაღაც მექანიზმი დაიჭედა. მისი ხელები და ფეხები გაშეშდა, კანი კი ისევ მჭიდროდ მიეკრა მის ხელოვნურ კარკასს. არა უშავს, თქვა მეორე პოლიციელმა და ელენე შუშის თვალებს დააკვირდა. ახლა სახელოსნოში დაგაბრუნებთ. კანს სხვა მოდელისთვის გამოვიყენებთ, შენს მეხსიერებას კი წავშლით. ხვალ დილით ახალი ელენე ისევ გამოიძახებს ტაქსის და ამჯერად ის უფრო დამჯერე იქნება. მანქანა შეტრიალდა და ისევ იმ ბნელი სამრეწველო ზონისკენ წავიდა, საიდანაც ელენე ეგონა, რომ გაიქცა. ის იწვა უკანა სავარძელზე. იდეალური, უძრავი და მშვენიერი მანეკენი, რომელსაც მხოლოდ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ხელოვნური კანიდან.